Ачуყავეთაში ბრუნდებით განაგრძობთ ჩვენს გადაცემას. შემოგვიყვება მეორე სტუმარი, ზალო ხუტაშვილი, ანალიტიკოსი. დიდი მადლობა, საერთაშორისო საკითხების სპეციალისტი. დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და მობრძანდით და დღეს მინდა ვისაუბროთ ჩვენ შავ ზღვაზე. იმიტომ რომ შავი ზღვა ეს ძალიან მნიშვნელოვანი არეალია. და ერთხელ ითქვა სხვათა შორის აი სანამ შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლება რომ სტრატეგიული და ამერიკის შეერთებულ შტატების სტრატეგიულ დოკუმენტებშიც არის ნახსენები ვიცი რომ შავი ზღვა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილია რუსეთის ფედერაციისთვისაც და ჩვენ ამას წინათ მოვისმინეთ არც დიდი ხნის წინათ ჯეფრი საქსის გამოსვლა როცა მან ისაუბრა გაფართოებაზე, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების მოტივებზე და ამ კონტექსტში ახსენა, რომ უკრაინასა და საქართველოში ნატოს გაფართოება დაკავშირებული იყო ამერიკის სტრატეგიულ მიზანთან ჩაეკეტა ამ ორი ქვეყნის საქართველოსა და უკრაინის მეშვეობის რუსეთის შავ ზღვაზე, რითაც მას საერთაშორისო თქვათ აი ზესახელმწიფოს ფუნქციებს ჩამოართმევდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ამ ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ სახე იცვალა ამ კონცეფციამ და ამ სტრატეგიულმა ხედვამ შავი ზღვისადმი, იმიტომ რომ ეს ჩვენი სასიცოცხლო არეალია და აქ მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. და არსებობდა მოსაზრება, რომ თუ რამის გამო შეიძლება დაუპირისპიროს უშუალოდ ერთმანეთს რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის შავი ზღვა და მეორე მხრივ ჩვენ შავი ზღვა ძალიან ბევრი რამ მოგვიტანა ჩვენ, იმიტომ რომ ვარ თქვათ სამხრეთ კავკასიის საკვანძო ქვეყანა, თქვათ შუა დერეფანში ჩვენი ადგილი შავი ზღვის გამო, მაგრამ ჩვენ ამ ზღვის პოტენციალი არასდროს არ გამოგვიყენებია. სხვათა ანდრე მითხრა გუბასანი კიდევ ისეთ საინტერესო ფრაზა ქართველიო ზღვაში შევიდა წელამდე და პორტუგალიელი ამერიკამდეო. აი ძალიან კარგი დაახლოებით, აი რატო ვარ ასე წელამდე შესულები, რატო არ გამოვიყენეთ ჩვენ შავი ზღვის პოტენციალი და ეხლა შეგვიძლია თუ არა ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. მოკლედ დავიწყოთ იმით, რომ შავ ზღვას ამჯერად რა ადგილი უჭირავს გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომელიც მიმდინარეობს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონი მოწვევისთვის. მცირეოდენ კომპლიმენტის სახით გეტყვით, რომ ვადევნებ რა თქვენს, ესე ვთქვათ, თქვენი ტელევიზიის ეთერს თვალყურს და მე მგონი არა მარტო მე საზოგადოება ჩვენი მაყურებელი ხშირად მომისმენია, რომ Georgian Times-ი მეტნაკლებად ესე ვთქვათ, სხვადასხვა ჭრილიდან ცდილობს პროცესების აღქმას, დანახვას, მაყურებლისთვის მიტანას, რისთვისაც თქვენს და თქვენს დამფუძნებელსაც რა თქმა უნდა მადლობა უნდა გადავხადოთ. მადლობა თქვენ და მაყურებელს ბუნებრივია. ხა რა შეიძლება ზღვასთან დაკავშირებით, იმდენად ესე ვთქვათ, და დიდი თემაა ზღვა, რომ რთულია, რომ რაღაც მცირე, ანუ კონტექსტებით მივყვეთ, მაშინ ესე ვთქვათ, თქვენი დასმული შეკითხვის მიხედვით და მე ვეცდები, რომ გავშალო ეგ თემა, რაც შეიძლება მაქსიმალურად. ესე იგი პირველ რიგში მქონდა ბედნიერება ბატონი ჯეფრი საქსი გამეცნო პირადად ამერიკის შეერთებულ შტატებში 2017 წელს მომიწია გაეროში კონფერენციაზე ყოფნა და იქ ლექციით გამოდიოდა მაშინ ბატონი ჯეფრი. ეს არის საკმაოდ მაღალი მასშტაბის და დიდი არეალის ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ მსოფლიოში თავისი გაქანებით ალბათ ერთ-ერთი ძალიან დიდი მასშტაბის პოლიტიკოსია. რამოდენიმე ხნის უკან მქონდა საუბარი მაგ თემასთან დაკავშირებით. ჯეფრი საქსს ადარებდნენ ზბიგნევ ბრეჟინსკის და სხვა მაგ ტიპის ჯეფრი კისინჯერს და მაგ ტიპის პოლიტიკოსებს. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი გაცილებით უფრო ემპათიური, ადამიანური და სწორად მოაზროვნეა იმ სხვა პოლიტიკოსებთან შედარებით. ეს ჩემი პირადი აზრია და მან ხა ვერავის ვერ შევედავები და ვერ შევალ ანალიზში. რაშია საქმე ზღვა ჩვენთვის მახსოვს 2000 წელს ვიხსენებ უბრალოდ ალბათ 2019 წელი იყო ბათუმში დიდგორობა გაკეთდა და იქ სიტყვით მომიწია გამოსვლა და ვთქვი რომ ალბათ ერთადერთი მოკავშირე საქართველოს რომელიც არასოდეს არაფერს არ ედავებოდა ეს იყო შავი ზღვა სხვა ჩვენი ყველა მთელი სამეზობლო არავის ესე ვთქვათ შევარაცხყოფა არ მინდა მივაყენო, მაგრამ ჩვენთვის ზღვა ყოველთვის იყო მეკავშირე სახელდების მიუხედავად ზღვა ხო ზღვასთან არის დაკავშირებული და ალბათ იმ პატივცემულის თქვენ რო გითხრათ რომ ფეხებამდე ჩავიდა ალბათ მაგას გულისხმობდა რა ჩვენც რაღაცა ისე ვიყავით ხა მედიას გამოსახსნელად ვერც დავეწიე დიაზონს და კი წაიღეს ჩვენი ესე ვთქვათ ჩვენი ოქროს საწმისი იქეთ ხო საქმე რაშია იცით რომ
ზღვასთან დაკავშირებით იმდენად ესე ვთქვათ რთული და სუსტი პოზიციები გვაქვს რა შავ ზღვასთან დაკავშირებით მე ვთვლი საქართველოს რომ იმდენად ცალკე განსაჯელი თემა ექსპერტების და არა მარტო ექსპერტების სპეციალისტების ზოგადად განსახილველი თემაა რომ ალბათ ანუ მე ვფიქრობ რომ ამ წლების განმავლობაში არ ვიძახი მარტო 2012-დან 2013 წლებიდან მე ვიძახი საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან აი ამ მიმართულებას ექცეოდა ყველაზე ესე ვთქვათ ნაკლები ყურადღება თუ არ ჩავთვლით 90-იანი წლების დასაწყისში რომ დაჭრეს და გაყიდეს ეს მთელი ქართული ფლოტი რის ვაიუაგლახით შეკოწიწებული 1967 წელს შეიქმნა საქართველოს საზღვაო სანაოსნო დიდი ადამიანების მიერ როგორც იყო ანატოლი კაჭარავა და სხვა კიდე მრავალი ქართულ საზღვაო სანაოსნოში მაშინ იყო სადღაც 65 გემამდე ეს იყო დიდი ტანკერები, სარეწაო გემები და სხვა ასე ვთქვათ მშრალი ტვირთის გემები და შემდეგ ისე მოხდა რომ ეგ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ დაიწყო ამის ნგრევა ასე ვთქვათ და დეგრადაცია რა ამ სფეროს. ეს აღნიშნავენ აღნიშნეთ რომ ეს შევარდნაძემ თქვა არის აფხაზეთში ომის მიმდინარეობის დროს და ჩვენ არ გვაქვს დიდი გემების შენახვის მაშინ როდესაც კვოტები დაწესდა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის აი ამ შეიარაღებაზე აღარ ვიცი შეთანხმება მოქმედებს თუ არ მოქმედებს მაგრამ კვოტებით ჩვენ გვეკუთვნოდა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობები და მოვთქვა და შემდეგ 93 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების თანახმად ძიმე ტექნიკა დაშორიშორება ძალთა და გაყვანა და დაშორიშორების გადაწყვეტილება რო იქნა მიღებული რუსეთს ფული გადაუხადა ჩვენ ტექნიკის გამოტანაში რუსულ გემებს აი ეს ტრაგიკულად გავიხსენე ეს რომ ვიცოდეთ რაოდენ არ მინდა სიტყვა ფული თქვა შევიდე შევარნაძე არა მე ფაქტიურად გავახსენე უბრალოდ მე მინდა ვთქვა ერთი რამ რომ თვითონ საზღვაო ფლოტის მენეჯმენტი გემბებს 90-იანებში ეს საზღვაო ფლოტის მენეჯმენტი ცალკე თემაა მაგრამ ის სავალუტო რეზერვები რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი ელექტროენერგიის გაზის ფულსიხთი და ეგეც ცნობილი ფაქტია ხო ვიცით ჩვენი საერთაშორისო ესე ვთქვათ ანგარიშებზე საზღვაო ესე ვთქვათ სანაოსნოს შემოსულობების ფული იხდი და ჩვენი ქვეყნის წლების განმავლობაში გაზის და მათ შორის საერთაშორისო შევარდნაძეც თურქმენეთში ყოფნისას შეუთანხმდა თურქმენის ხელისუფლებას რომ ჩვენ რაღაც ნაწილობრივ გადავიხდით იმ შემოსავლებიდან და მოკლედ მთელი ისტორია იყო რა მე ისე მოხდა რომ ესე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო რომ თავი უნდა მოიკვეთათ ამ ესე ვთქვათ პატიმრისთვის ჭალებში და ყველა სტეიტმენტი, ყველა განცხადება უკვე ემსახურებოდა ესე ვთქვათ ამ თემას რა. ეხლა თემა საკითხი რაშია, რომ ჩვენი საზღვაო ხედვა ზოგადად იმდენად ჩამორჩენილია და იმდენად საერთოდ ჩამორჩით ყველაფერს, რომ მე მოგეხსენებათ 2018 წელს მომიწია რამოდენიმე თვე მუშაობდი საზღვაო სააგენტოში და იქ ძალიან ნათლად და თვალსაჩინო იყო ჩემთვის კარგად დავინახე ჩვენი ანუ დღევანდელი სიტუაცია, სად ვიმყოფებოდით ჩვენ დღეს. რა პერსპექტივები შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც რიგი მიზეზების გამო მაშინ გართულდა რაღაც პროცესების, ასე ვთქვათ, მართვა, ну მე რაღაც პოზიციები შევიცვალე და მოკლედ ძელი ისტორიაა, მაგრამ არის ესე ვთქვათ, ეხლა ჩემს პირადულ თავი გავანებოთ, მინდა ვთქვა შემდეგი რამ, რომ არის ასე ვთქვათ გალფენტაგარტის ასე ვთქვათ ცნობილი კვლევა საზღვაო სფეროში მყოფი ადამიანებისთვის ეს ძალიან ესეთი ცნობილი კვლევა მათ გამოიკვლიეს დეტალურად 12 დიდი საზღვაო ქვეყნის საზღვაო შესაძლებლობები მათი განვითარების პოტენციალი, მთელი ფინანსური, მთელი დასკვნებია, დავისი მოდელირებით ყველაფრით გაკეთდა. და გაეწია რაღაცა რეკომენდაციები ის ქვეყნები, რომლებიც დაინტერესდნენ მაშინ როგორებიც იყო მაგალითად თუნდაც კვიპროსი, როგორიც იყო თუნდაც მალტა, ამ ქვეყნებმა ესე ვთქვათ ეს კვლევა ერთგვარად მიიღეს, ბევრი ცვლილებები გაკეთდა ამ ქვეყნებში და დღეს შედეგად მიიღეს ის, რომ ციფრებში გადავალ რომ ჩვენი მაყურებლისთვის გასაგები იყოს ზოგადად რაზეა საუბარი რომ მალტა რომელიც თავის მოსახლეობით არის 9,5 მილიონიანი 550,000 კაცი ცხოვრობს მალტაში დღეს
მისი საერთო ერთიანი ეროვნული პროდუქტი შეადგენს დაახლოებით $23 მილიარდ და აქედან თუ არ მეშლება და წესით არ უნდა მეშლებოდეს, სადაც 14% არის საზღვაო სფეროზე მოდის რა. ეხლა წარმოგიდგენიათ ხო, 9 მილიონიან ქვეყანაში, როცა მარტოს მხოლოდ საზღვაო სფეროს $3.5 მილიარდი შემოაქვს, ხო? ეს როგორც ასე ვთქვათ, ერთი პატარა მაგალითი, ხა იგივე დაახლოებით იგივე სიტუაციაა. ხმელთაშუა ზღვაში მდებარე მეორე კუნძული კვიპროსი, ხო? ეს კვიპროსი მოსახლეობით ალბათ 1.5 მილიონი მოსახლეობა აქვს, სადაც დაახლოებით 33 მილიარდიანი GDP-ის პირობებში 7%-იანი, ანუ დაახლოებით, ესე ვთქვათ, 2.5 მილიარდი საზღვაო სფეროდან შემოდის რა ქვეყნებში და ისმის შეკითხვა, როგორ ახერხებენ აკუმულირებას ამ ხელა ფულის, ხო? ეხლა წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც 5 მილიონიანი ქვეყანა, სადაც იგივე დაახლოებით აკვატორია რამდენია? ჩვენი არ არის დიდი აფაზეთი. ჩვენი, საზღვაო აკვატორიას იმდენ მნიშვნელობა არა, აქ მნიშვნელობა აქვს თვითონ იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკასაც აწარმოებს ქვეყანა და ისიც არა, რომ აქ თურქეთის ისენია, ჩვენთან ახლოს პორტები. გეტყვით, აგიხსნეთ რა შეასაქმე რა. თავის დროზე მალტამაც და კვიპროსმაც მიიღეს დაახლოებით ერთნაირი საზღვაო მართვის პოლიტიკა, ეს არის ნაწილობრივი დაბეგრის პოლიტიკა, როცა გულისხმობ ნაწილობრივ დაბეგრის პოლიტიკას, უნდა ვიცოდეთ, რომ არის ნულოვანი დაბეგრის პოლიტიკაც, რა როგორიც მაგალითად აქვს პანამას, მაგალითად ლიბერიას, როგორებიც აქვს მაგალითად მარშალის კუნძულებს, სადაც აბსოლუტურად არანაირი ტაქსაცია პრაქტიკულად არ არის საზღვაო სფეროში და ქვეყნები შეიძლება ობივატელს გაუკვირდეს, როგორ ხა არანაირად ქვეყანა არ ბეგრავს საზღვაო სფეროს და საიდან აქვს შემოსავალი, ხო? ამაზე პასუხი არის მარტივი რა, რომ ზღვას აქვს როგორც პირდაპირ შემოსავლები, ასევე აქვს ირიბის შემოსავლები. რას გულისხმობ ირიბის შემოსავლებში? ჩვენ შეიძლება არ დავბეგროთ მაგალითად მაგპირობითად ვიძახი გემფლობელი თავისი DGG-ს გადასახადით არ დავბეგროთ ინკამ ტაქსი, ანუ მოგების გადასახადით არ დავბეგროთ მეზღვაურების, ესე ვთქვათ, საშემოსავლო გადასახადით მეზღვაურების ხელფასები და ასე შემდეგ რა, რაც უადვილებს და უმარტივებს გემფლობელს ოპერირებას, ხო? ახლა ხვდებით რომ როცა პოტენციალურმა გემფლობელმა იცის, რომ მას არ აქვს ესეთი ამ ტიპის გადასახადები, ანუ ძირითადი გადასახადები, რომელიც მას აწვევა რა პრაქტიკულად ფინანსური წნეხია მისთვის, რა საკვირველი განავითარებს და ეცდება, რომ შემოვიდეს ამ სფეროში უფრო აქტიურად განავითაროს ეს სფერო, ის ფული, რომელიც მას შემოსავლით სახით ღებულობს, რეინვესტირება გააკეთოს ისევე ამ სფეროში, დამატებით შეიძინოს მცურავი საშუალებები, დამატებით გაზარდოს თავის პოტენციალი, როგორც კომპანიის გაზარდოს კაპიტალიზაცია თავის კომპანიის და ზუსტად მაგ პრინციპით ამ ქვეყნებმა განავითარეს ეს საზღვაო სფერო. დღეს პრინციპში პანამა არის ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო სფეროში. მისი მთლიანი ეროვნული პროდუქტის 24% შეადგენს საზღვაო დარგიდან შემოსული, ასე ვთქვათ, თანხები. ამასთანავე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ წინა ეთერში მოგვიწია პანამასთან დაკავშირებით საუბარი. ხო, ამასთან ისიც გასათვალისწინებელია, რომ პანამას რასაკვირველია არხი გააჩნია და კიდე დამატებით მეორე არხზე ხა ლაპარაკი საუბარი მიდის, რომ მეორე არხი გაიჭრას პარალელურად ის და საკვირველი ამ შემოსავლებში დაახლოებით 2 მილიარდი მხოლოდ პანამის არხის შემოსულობებია, თუმცა როცა 80 მილიარდიან GDP-ში შენ პრაქტიკულად 20 მილიარდი მხოლოდ საზღვაო სფეროს შემოსულობა გაქვს, ანუ 1/4 მთელი GDP-ის. ჩვენ ხვდებით უკვე რა, არა, ჩვენ რასაკვირველი ვერ გაუწევთ, მაგრამ შეხედეთ, ჩვენ ხო დაახლოებით იგივე მოცემულობა შეიძლება გქონდეს, როგორც სხვა საზღვაო ქვეყნებს აქვს, თუნდაც როგორც 2 მილიარდი ავიღოთ ამ საქმეს. პრაქტიკულად ჩვენ ვართ ჩიხი, ესე რომ ვთქვათ, გეოგრაფიული ჩიხი ვართ, სადაც უნდა შემოდიოდნენ გემები, აქ აკეთებდნენ ტექნიკურ მომსახურებას, ბუნკირებას თუ სხვა, ანუ ჩვენ ვთქვათ, არ გვაქვს გემშენებლობის არანაირი პრაქტიკულად დღეს მთელი კულტურა, რომელიც იყო გემშენებლობის, ის კულტურაც ჩაკვდა, აბსოლუტურად არაფერი არ არის. გემი, რომელიც შემოდის, მას არაფერი პრინციპში გარდა იმისა, რომ თავის შემოტანილი პროდუქტი დღეს დაცალა საქართველოში, გადმოიტვირთა და წავიდა ისე უკან, ანუ
ბუნკირებასაც პრაქტიკულად ვერ უკეთებთ, ანუ გემის შეკეთებაზე, ბუნკირება, ანუ საწვავის მიწოდებაც, რომელიც ანუ ხან იყო, ხან არ იყო, ხან რაღაცა, ანუ აი რაღაცა ქაოტურ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. ეხლა იცით როგორ არის 2018 წლის ბოლოს თუ არ ვწდები ეკონომიკის სამინისტრო მოითხოვა კვლევა იმის რა შეიძლება გაკეთებული იყოს საზღვაო დარგის განვითარების მიმართულებით და მაშინ მახსოვს დაიდო კვლევა არ ვიცი ვინ გააკეთა სიმართლე გითხრათ მე უბრალოდ მაშინ მომიხდა ესე ვთქვათ ზედაპირული რევიზია ამ პროექტის ჩემი აზრი რას უპირველე დავაფიქსირე მაშინ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა ქობულია გიორგი ქობულიამაც რას უპირველე ეს პროექტი რომ ნახა ხა მაკენზის აღმასრულებელი დირექტორი იყო და შესაბამისად მისთვის გასაგები იყო ხა პროექტს რომ შეხედა იქ ესე იგი მედია და იაზონის ისტორიის და რაღაცები ნუ მაგრამ მე მივხვდა და ეს პროექტი რას უპირველე შემოიდო როგორც რაღაცა რომელიღაცა თაროზე რა ჩემი პოზიცია იყო ესეთი და დღესაც იგივე პოზიციაზე ვრჩევები რომ საზღვაო დარგი უნდა იქნეს კომპლექსურად შესწავლილი რა უნდა გაკეთდეს ძალიან სერიოზული ფინანსური მოდელირება ამაში უნდა იყვნენ ჩართულები პირველ რიგში საზღვაო დარგის სპეციალისტები ეს ერთი მეორე რა ძალიან მნიშვნელოვანი ასევე უნდა მოხდეს საზღვაო დარგის ესე ვთქვათ იურისტების ასევე ესე ვთქვათ კომპლექსური შესწავლა რა ტიპის საზღვაო ესე ვთქვათ საკანონმდებლო ტიპის პრეფერენციები შეიძლება შეუქმნა დღეს ჩვენს ქართველ პოტენციურ გემფლობელებს რომლებიც იცით რა იყო პატარა გადახვევას გავაკეთებ წინა წელს პადაშორის ბათუმი კონსტანცას ხაზზე ანუ საბორნე ხაზზე დადგა გემი ქართული დროშით რომელიც აი რომ ნახე პირველად პატარა ბავშვით გამიხარდა რომ რაღაცა გამონათება იყო გვირაბის ბოლოს რაღაცა შუქი გამოჩნდა მეთქი რომ და რაღაც პირველად ამდენი წლების განმავლობაში მეთქი და აი ეგეთი წამოწყებები სახელმწიფომ უნდა წაახალისოს სალსახად ამაში ორი აზრი არ არსებობს ეხა მთელი ეს ციფრები რატომ მოვიყვანე ქალბატონი ნინო იმიტომ რომ ჩვენ ყველოვე არ მიღებული შემოსავალი ჩვენაერი ქვეყნისთვის ეს არის ზარალი ჩვენ ხო დამეთანხმებით მაგაში რა ეხა მილიარდობით ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ კვიპროსმა მალტამ ეს ყველაფერი გაითვალისწინა ეს კვლევები დაჯდნენ ძალიან სერიოზული სპეციალისტები რა პროცესები მიდიოდა დაახლოებით ეხა სიღრმეებში არ შევდივარ უბრალოდ წარმოდგენა დაახლოებით მაქვს როგორ ხდებოდა ამის ესე ვთქვათ კომპილაციური მუშაობა მიდიოდა ერთის მხრივ იურისტების და ფინანსისტების ისე კი არა რაღაცა მედიას და იაზონის ისტორიების და რაღაცეები და იმ წელს რაღაცა გაექცა და გამოექცა არა იქ ხდება ძალიან დეტალური შესწავლა და დაუშვათ ფულის დროში თავისი ფინანსური ინდექსები, თავისი ARR-ები, თავისი MPV-ებით, როგორ ხდება რა შემოსავლების მიღება ხდება, როგორ ხდება იმის გადანაწილება, რისი და უშუალოდ შემდეგ ისევე რეინვესტირება ხდება და მთელი ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ ფინანსური მოდელირება ხდება ამის. არ ხდება ესე მარტივად რომ იცით რა ვიღაცამ რაღაცა დაწერა, შევიძინოთ. პირობითად ვიზახი 50 გემი, ვიყიდოთ 50 გემი, 50 მილიონად, დაუშვათ 50 გემს რო ყიდულობ, ხომ უნდა იცოდე რა ტვირთები გა პოტენციურად. ხო ეხა ვიცით რომ მაგალითად დღეს საქართველოს წლის განმავლობაში მოიხმარს დაახლოებით 1.400.000 ტონა საწვავს. ხო ამ საწვავის რაღაც ნაწილი შემოდის რკინიგზით, დაუშვათ პირობითად აზერბაიჯანი, რუსეთიდან რაღაც ნაწილი შემოდის გემებით, ხო, რუმინეთი, მათ შორის ბურგასი, ბულგარეთი და ნუ რიგი ქვეყნებიდან მაღალი ხარისხის საწვავი, მაგალითად 98-იანი სუპერს რასაც ვეძახით, ნაწილი შემოდის საბერძნეთიდან, იტალიიდან და ასე შემდეგ, ხო? იტალიიდან არაფერი არ შემოდიოდა და არ შემოდი, მე მაგაზე კვლევა გავაკეთე, არასწორად და მოხსნა ვისოლმა რეკლამა მინდა. თუმცა მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შეიძლება ხოლმე ისე მოხდეს, რომ იტალიიდან კი არა ნებისმიერ ქვეყანა შემოვიტანო თუ ამას რენტაბელობა ექნა რა საწვავის თემას დამიჯერეთ კარგად ვიცი ეგ მეც თქვენს არა ეჭვიან მეპარება მეც გამოცდილება მქონდა ის ხო და ამიტომ ეგ ხა ხშირად გონიათ რომ საწვავი რაღაც ხა სიღრმეებში არ შევდივარ საწვავთან დაკავშირებით არ მინდა უბრალოდ დავიდე იმდენად flexible ანუ ისე იმდენად როგორ გითხრათ საწვავის თემა იმდენად არა მყიფე
თემაა და მოქნილი თემაა, რომ აი ერთ წუთში შეიძლება დაუშვათ რაღაც $5-10 სხვაობამ საწვავის ბაზარი აბსოლუტურად შეცვალოს. გამიგეთ რისი თქმა მინდა და შეიძლება აი ეს დაუშვათ დღეს თუ არის პირობითად თვითონ გადანაწილება 70-30-ზე სარკინიგზო და საზღვაო შემოტანების საწვავის შეიძლება უცებ ანუ პირიქით გადაბრუნდეს და ხო რასაკვირველია აბარა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ესეა იქ სხვა მარკეტინგული საკითხებიც არის პირობითად ვიძახი ხა ვიღაცას არ უნდა რუსული საწვავი პირობითად ვიღაცას გონია რომ აზერბაიჯანული საწვავი მაგალითად სოხარის საწვავი უხარისხოა თუმცა იმას არ ითვალისწინებენ რომ დღეს საქართველოში Euro 5 სტანდარტი მუშაობს და ვერც აზერბაიჯანი და ვერც სხვა ქვეყანა ვერ შემოიტან საქართველოში უხარისხო საწვავს ანუ ეგ ცალსახად ეგრეა რა ამიტომ მან ესე ვთქვათ მსჯელობა იმის რომ რამდენად რა და რა გვჭირდება არის პირდაპირ მიბმული ამ კვლევაზე რა ოღონდ კიდე ერთხელ ვიძახი ეს კვლევა არის ძალიან კომპლექსური რთული შეიცავს ძალიან ბევრ კომპონენტებს ეს კომპონენტები არის ერთმანეთისგან ზოგჯერ დამოუკიდებელი რაღაცეები არის პირდაპირ საზღვაო სფეროსთან მიბმული რაღაცეები ირიბად არის მიბმული და ეს არის ძალიან შესწავლის საკითხი ამასთან მინდა გითხრათ ასევე რომ არა მარტო Galfand ტაგარც აქვს ესე ვთქვათ კვლევა გაკეთებული თვითონ არის ქართული კომპანიები რომლებიც ასევე იკვლევდნენ საზღვაო სფეროს და ბევრ ადამიანს აი მაგალითად ამერიკაში სწავლის პერიოდში მყავდა კურსელი რომლის თუ არ ვცდები ბაბუა სომეხი კურსელი მყავდა რომელსაც შვეიცარიაში ჰქონდა დაარსებული საზღვაო კომპანია წარმოიდგინეთ და ყავდა სამი გემთლობელი იყო ჩვეულებრივი შვეიცარიაში ანუ landlocked country ანუ ჩაკეტილი ქვეყანა ზღვისგან ჩაკეტილი ქვეყანა წარმოიდგინეთ სომეხი ასევე landlocked citizen ხო მოქალაქე და როგორი ის არის რა საინტერესო მიქსია ხო და ეს მეუბნებოდა რომ თქვენ ქართველებს ანუ ხო აი ძალიან ლოგიკურია იდეაში ხა რასაც მე ვჯელობ ეს არ არის რაღაცა ისეთი კომპლექსური საკითხი რომ ვერ გაიგოს დაუშვათ შეულებრივმა მაყურებელმა ხო საქართველო ამხელა საზღვაო აკვატორიის ქვეყანა ჩვენ გვაქვს ბათუმის სუფსის ნავსადგური ფოთშიური ნავსადგურია პეის ტერმინალსი და IPM ტერმინალსი ყულევის ტერმინალი ხა ანაკლიაზე ვფიქრობთ ხო და გემფლობელი გუშინ წინ გაგვიჩნდა აგერ რაღაცა თვალსადახელშია ხო აღმოგვიცენ და მადლობა ღმერთს და ვინც გააკეთა კიდე იმას რა ხო ამიტომ ეს კიდე ერთხელ ვიძახი რომ არის აი გუშინ დასაწყების საკითხია რა ანუ ჩვენ ეხლა მსჯელობთ ალბათ იმაზე რაც გუშინ უნდა დაგვიწყო ამაზე მსჯელობა გუშინ წინ უნდა დაგვიწყო მსჯელობა და ვიწყებთ ამაზე მსჯელობას დღეს ეხლა ამ ეთერში და იმედია რომ ამას რაღაცა ტიპის გამოხმაურება ექნება ვიმედოვნებ რომ თქვენი ეთერის ესე ვთქვათ მნიშვნელობას მაყურებლების სიუხვეს და ამ შემდეგ ვიღაცა გაიგებს ამას რაღაცა ცოტა ესე ვთქვათ ამასთანავე მინდოდა მე თქვა აუცილებლად 2-20 სიტყვით ზუსტად არ ვიცი თქვენი ეთერის როგორ არის ჩვენ 8 წუთი გვაქვს კიდევ მინდოდა მე თქვა აუცილებლად მე მაქსიმალურად არ გაწყვეტინა ხო ხაზგასმით ანუ ქართული საზღვაო ესე ვთქვათ განათლების საკითხთან დაკავშირებით იმიტომ რომ იმ ცირე პერიოდში როცა მომიწეს საზღვაო დარგის ესე ვთქვათ ნაწილობრივი კურირება ესე ვთქვათ მიწევდა საზღვაო აკადემიაში საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან ურთიერთობა და იქაც იმდენი პრობლემებია რომ აი რა ვიცი ალბათ მთელი დღე რო ილაპარაკო კაცმა ვერ ამოწურავ ამ თემას თუმცა ერთი მინდა გითხრათ რომ მქონდა ბედნიერება 2018 წლის ნოემბერში ლონდონში მომიწია წასვლა არის ესეთი კომპანია Pearson-ი რომელიც საზღვაო განათლების სისტემებს იკვლევს აკეთებს ასე ვთქვათ რა თქმა უნდა შეკვეთების ანუ ესა თუ სახელმწიფოები თუ კერძო ორგანიზაციები აკეთებენ შეკვეთებს და Pearson-ი აკეთებს საგანმანათლებლო სისტემების ასე ვთქვათ მზა რეცეპტებს აძლევს რა შემოკვეთებს ჩვენც ერთ-ერთი ქვეყანა ვიყავით ვინც პოტენციურად იყო დაინტერესებული Pearson-ის მომსახურებით მაშინ Pearson-ი თხოვდა სადღაც თუ არ ვწდები 70000 ფუნტზე იყო ლაპარაკი და ისინი გვაძლევდნენ ანუ სრულ ასე ვთქვათ საგანმანათლებლო საზღვაო სისტემას რაც გულისხმობ ამაში დღეს მე თვითონ საზღვაო აკადემია აქვს დამთავრებული 99 წელს და ვიცი შიდა სტრუქტურა როგორც არის დღეს ახლა 5 წელიწადი საზღვაო აკადემიაში უწევს ბავშვს სწავლა შევიდა ჩააბარა პირველი წელი ფაქტიურად ზოგადი საგნებია მე რაღაც ნელ-ნელა გადადის და მოკლედ 5 წელი ადამიანი სწავლობს როგორც საზღვაო დაუშვათ დარგის სპეციალისტები ასევე იქ საზღვაო ტრანსპორტის მართვის და ეკონომიკის და სხვა ფაკულტეტებია
ანუ იმათი რეკომენდაცია იყო მე საუბარი მქონდა მაგათ ხელმძღვანელობასთან და სპეციალისტებთანაც და მაგათი რეკომენდაცია იყო შემდეგი რომ ესე იგი ეს 5 წელიწადია ძალიან ბევრია რა განათლებისთვის რა საზღვაო სფეროს არ ჭირდება ამდენი განათლებაო ან იდეაში 3 წელიწადში ჩვენ შეგვიძლია ისეთი სისტემა გაგიკეთოთ რომ 3 წლის განმავლობაში თქვენი სტუდენტები მთლიანად ამოწურავენ, ასე ვთქვათ, საზღვაო დარგის საკითხებს, შეისწავლიან ამას თავიდან ბოლომდე და თქვენ შეგიძლიათ უკვე ფაქტიურად პოტენციურად 19-20 წლის ადამიანი გავუშვათ პირველ ეტაპზე და რა თქმა უნდა პრაქტიკაზე, 6 თვიანი პრაქტიკა და შემდეგ უკვე შეგიძლიათ პირდაპირ როგორც საზღვაო, ასე ვთქვათ, დაბალი რანგის ოფიცრად უკვე წავიდეს და დაიწყოს სწავლა, მუშაობა რა. გემზე. რას გვაძლევს ეს? ანუ აქ რა ეკონომიკური ეფექტი გვაქვს? თუ დღეს საქართველოს საზღვაო, ანუ მეზღვაურები დაახლოებით 12-დან 13,000 კაცამდე ყავს ქართველი მეზღვაურები, რომლებიც არც ერთი საქართველოში არ არის დასაქმებული პრაქტიკულად, თუ არ ჩავთვლით იმ გემის ალბათ 1-15 კაცი იქნება დარწმუნებული. ხო? ესე იგი 12,000 კაცი წარმოიდგინეთ, რომლის ანუ ჩვენ ვიცით რომ მეზღვაურების ხელფასი მერყეო სადღაც 5, 7, 10, 15 და 20,000 დოლარამდე, ხო? და მაგათგან შემოსულობებია პრინციპში ალბათ ვიტყოდი 90% ჩვენი საზღვაო შემოსულობების და ეს სადღაც 700-800,000 ლარამდეა რა დღეს. წარმოიდგინეთ ეს არა წელიწადში წლიური შემოსავალზე მაქვს ლაპარაკი. ხა წარმოიდგინეთ რომ ერთი ჩემი მეგობარი იყო ძალიან პატარა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ არჩეულებრივი კაცი რუსეთში ცხოვრობდა ქართველი კაცი იყო რა და ერთხელ ვისაუბრებოდი რაც მითხრა რომ იციო ზალ როგორ არის რომ ესე იგი არისო ესე იგი რუსი ხალხიო და არის რუსეთის მთავრობაო და ამ ორს ერთმანეთთან არაფერი საერთო არ გააჩნია საერთო თუ რა ხო და რო შევხედე ხა მეზღვაურებსაც ვიცნობ ბევრს ხა კაპიტნებს მათ შორის სწავლობდით ერთად და მათი ყველაზე დიდი პრეტენზია რა არის რომ ზალიკო მეუბნებიან ჩვენ ვართ როგორ იცი ჩვენ ვართ ჩვენთვისო ცალკეო რაღაც განყენებული რაღაც სუბიექტების რაღაც 12,000 კაცი პირობითა და აქეთ არის რაღაც პირობითა საზღვაო სააგენტო ან რაღაც ეკონომიკის სამინისტრო რომელიც თავის ცალკე ცხოვრობს ჩვენ ცალკე ვცხოვრობ და 5 წელიწადში ერთხელ მივდივარ სერტიფიცირებაზე ან რაღაცა მსგავს რაღაცეებზე სააგენტოში და ეგ არის მთელი ჩვენი ესე ვთქვათ მაგათთან ურთიერთობა რა პრეფერენციებს უკეთებ ჩვენ მეზღვაურებს რაში ვეხმარებით, დაუშვათ დამწყებ მეზღვაურებს რაში ვეხმარებით, რომ დაუშვათ ამ სერტიფიცირების საოცარ გადასახადი გაუქმოთ ან ხელი შეუწყოთ, რომ ეხლა თუნდაც 33 მილიარდიან GDP-ში საქართველოზე მაქვს ლაპარაკი ვთქვათ მაქსიმუმ 1 მილიარდი შემოაქვს საზღვაო სფეროს ლარზეა ლაპარაკი, ხო? თუნდაც მაგ პირობებში ხო შეიძლება რომ აი რაღაცა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ისეთი სწორი გადაწყვეტილებები მეზღვაურებთან მიმართებაში რომ მაგათმა იგრძნონ რომ ეს ქვეყანა მაგათთვის რაღაცაზე ზრუნავს მაგათ პრობლემებს ისის ხორცებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმიტომ რომ მაგათი შემოსავლები ალბათ მოგეხსენებათ და თუ არ მოგეხსენებათ მე მინდა გითხრათ რომ მეზღვაურების ხელფასებისგან შემოსული ფული ეს არის ექსპორტთან გათანაბრებული ფული, იმიტომ რომ მათი სერვისები არის ექსპორტი პრინციპში, ხო? ისინი ღებულობენ ამ ფულს სადღაც რომელიღაცა კომპანიებისგან კვიპროსზე, ზოდიაკი, MS და ასე შემდეგ. ეს ფული შემოდის ვალუტის სახით საქართველოში, იხარჯება განათლებაში, იხარჯება დეველოპმენტში, სამშენებლო მიმართულებით და ამყარებს როგორც ერთ-ერთი ლარის, ესე ვთქვათ, ფულას აკრედიტო, ფულად ესე ვთქვათ, იმის აბალანსებს ესე ვთქვათ ჩვენს სავალუტო შემოსულობებს, ხო? ხო და ამიტომ ესევე მნიშვნელოვანი საკითხია რა, ანუ განათლების საკითხი საზღვაო სფეროში ასევე მნიშვნელოვანია და განყენებულად არ შეიძლება ამის დაყენება რა, ჩვენ ვთქვათ რომ იცით რა ცალკე განათლების სფერო, საზღვაო განათლების სფერო და ცალკე დაუშვათ გემშენებლობა ან დაუშვათ გემფლობელობა, ცალ-ცალკე ძალიან რთულია, ხო? სპეციალისტები ხომ და გამოუშვა. რასა პირველია? გემები ვინ დააშენოს? ან შეაკეთოს. 94 წელს საზღვაო აკადემიაში შეიქმნა საზღვაო ტრანსპორტის მართვისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. რატო? იმიტომ რომ იყო სპეციალისტების პრობლემა პორტებში რა, საზღვაო ნავსადგურებში იყო პრობლემა, შეიქმნა ის ფაკულტეტი, სადაც სწავლობდი და მოგცა ძალიან საკმაოდ ისეთი განათლება, არა მარტო დაუშვა საზღვაო მიმართულებით, ზოგადად ეკონომიკური მიმართულებით, მენეჯმენტის, საინჟინრო მიმართულებით და ეს ესე ვთქვათ, მიმდინარეობა, თქო, ეს ტემპი, მე რაღაც ნელ-ნელა დაიწყო ამას შემცირება, ანუ სადღაც მივიდე, ხა რაღაც გაყინულ დონეზე ვართ რა.
დღეს ახლა რთულია ახლა ჩემთვის. გემი თუ არ იქნება შესაკეთებელი, მარტივად ვიტყვი სპეციალისტი რადგან სრულ აბსოლუტურად ხალბანონი ისეთ ბმაში ერთმანეთთან, რომ ახლა დავუშვათ მე არ ვიცი, ანუ ქართველები არიან სავარაუდოდ ვინც შექმნეს ეს საბორნე მიმოსვლა და მე წარმატებები მინდა უსურვოთ ცალსახად როგორც ჩემგან პიროვნულად როგორც ეს გულშემატკივარი. მაგრამ თუ პირობითად ვიძახი ხვალ ახლა ეს ადამიანების ვთქვათ საკონსტნები გადაწყვეტენ რომ შეიძინონ კიდე დამატებითი გემები ხო ისინი რა თქმა უნდა მოინდომებენ კადრების ქართული კადრების დაკომპლექტებას. ამასთანავე მინდა გითხრათ რომ ქართველი მზღვაოსნები ითვლებიან ტოპ 5-ში შედიან მთელ მსოფლიოში რა. იმდენად კარგი ხარისხის ესე ვთქვათ მაღალკვალიფიციური განსაკუთრებით მაღალი კლასის ანუ კაპიტნები, თანაშემწეები, უფროსი მექანიკოსები, მაღალი რანგის სპეციალისტები ყავს. ხო ამიტომ აი ეს საკითხებია რომელიც ასე ვთქვათ მინდოდა მომეხილა რა რომელიც მიმხილს მინდოდა გამეკეთებინა კლიანობაში და დარწმუნებული ვარ რომ ალბათ რაღაც ანუ ხვალანზე გამოინახება რაღაც ან აზრი საშუალება იმისა რომ აი ეს დარგი რაღაცნაირად ნელ-ნელა დაიძრას აი რაღაც გაყინული წერტილიდან. ძალიან დიდი მადლობა. მე იმედი მაქვს რომ ჩვენ გავბედავთ და წელომდე კი არა შევალთ ამერიკამდეც და უფრო შორსაც შევალთ სხვაში და გამოვიყენებთ ამ პოტენციალს, ზღვის პოტენციალს ყველანაირად ჩვენ იმედი მაქვს, მაგრამ ნუ უპირველესად ესაც ვაგვირა ხელისუფლებამ უნდა დასახოს როგორც ერთ-ერთი მიმართულება, ერთ-ერთი პრიორიტეტი, მით უმეტეს რომ კომუნიკაციები და გზები ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი თანამედროვე მსოფლიოში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. მე გემშვიდობები და ერთმანეთს შეხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის.